მოგესალმებით პირდაპირ ეთერშია სამედიცინო გადაცემა იმპულსი სტუდიაში თქვენთვის ირაკლი ფარულავა მუშაობს. დღეს გადაცემაში ნახავთ. რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ბავშვებში? რომელი ვაქცინები არის სავალდებულო და როგორ დავიცვათ პატარები ინფექციური დაავადებებისგან? ჩვენი დღევანდელი თემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია როგორც მშობლებისთვის, ისე მთლიანად საზოგადოებისთვის. ეს არის ვაქცინაცია ბავშვებში. ცნობილია, რომ იმუნიზაცია წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ და უსაფრთხო მეთოდს მრავალი ინფექციური დაავადების თავიდან ასაცილებლად. ისეთი სერიოზული დაავადებები, როგორიცაა წითურა, დიფთერია, ყივანახვალა, ტუბერკულოზი და პოლიომიელიტი, წარსულში უამრავი ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. დღეს კი ვაქცინაციის წყალობით მათი გავრცელება მკვეთრად შემცირდა ან სრულად აღიკვეთა. ასეთი მნიშვნელობის მიუხედავად საზოგადოებაში ვაქცინაციის ირგვლივ ხშირად ნიშნდება კითხვები, შიშები და მითებიც, რაც განსაკუთრებულად ხელს უშლის ვაქცინაციას. ამ თემაზე იმპულსის შეკითხვის პედიატრი ნიგარ ჭელიძე უპასუხეს. მოგესალმებით ხაბატონო. ნიგარ, დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ათეულობით წლების განმავლობაში ვაქცინაციამ დაადასტურა მისი მნიშვნელობა, ეფექტურობა და ძალიან დიდი როლი შეასრულა ზოგადად იმუნიზაციის პროცესში და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში, დღეს მაინც ჩნდება ეს შეკითხვები და ვიცით, რომ რაღაც გარკვეული სტიგმები, შიშები არსებობს ასეთი ეფექტური ღონისძიების მიმართაც კი. დავიწყოთ იმით, რატომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინაცია ბავშვთა ასაკში და მისი თანმიმდევრობა. მოგესალმებით. მადლობა ასეთი აქტუალური თემაზე თქვენს ეთერში მოწვევისათვის. თქვენს გარშემო ამ თემაზე ბუნებრივია ვერც გავშვით, ვერც ვისაუბრებთ. ძალიან დიდი გამოცდილება, ძალიან ბევრი და მე ძალიან აქტიური ჩართულობა ვაქცინაციის პოპულარიზაციაში. როდესაც იბადება სიცოცხლე დედამიწაზე, ჩნდება ახალშობილი, ადრე ითვლებოდა, რომ ის იყო აბსოლუტურად სტერილური და მის ორგანიზმში ფაქტიურად არ იყო მიკროორგანიზმები ან ბაქტერიები. ბოლო პერიოდში დადასტურდა, რომ მის ორგანიზმში არსებობს ახალშობილის ორგანიზმში გარკვეული ბაქტერიები, ბაქტეროიდები, მიკროორგანიზმები, რომლებიც არის მოძმე და იცავს მას. დაბადებისთანავე სახლდება კანზე, ლორწოვანზე, კუჭნაწლავში, სხვადასხვა მშობიარობის დროს უკვე პირველი შეხება აქვს მშობლის მიკროფლორასთან. დიახ, და უკვე ეხება გარემოს და იწყებს ორგანიზმი ბრძოლას იმ არასასურველ გამომწვევებთან, იმ არასასურველ მიკროორგანიზმებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს რაიმე დაავადება და ორგანიზმი აყენოს ზიანი შესაბამისად. ამიტომ იმუნიზაცია ფაქტიურად ყველაზე კარგად ეხმარება და იცავს მართვადი დაავადებებისაგან და იმუნიზაციამ გადაარჩინა მილიონობით ბავშვი, როგორც სიკვდილისაგან, ასევე დაინვალიდებისგან, ან ინფექციის შემდგომი მძიმე გართულებების და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან. ზოგადად როგორ მუშაობს ვაქცინები? მიუხედავად იმისა, რომ რაღაც პერიოდში ტრადიციული ვაქცინებია, ჯენერის პერიოდში განსაზღვრული მექანიზმები იგივეა, დღეს ტექნოლოგიები შეიცვალა და ვაქცინების მოქმედების მექანიზმი, დამუშავების ტექნოლოგიაც შეიცვალა. აი, როგორია მუშაობის მექანიზმი ვაქცინის? 1796 წელს ედუარდ ჯენერმა აღმოაჩინა ძროხის ყვავილის თავიდან ასაცილებლად და სიტყვაც ვაქცინა აქედან გამომდინარე ანიშნავს ძროხისას. ეს არის ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც შეიცავს აგენტს მიკროორგანიზმის, შეიძლება იყოს ეს ცოცხალი, შეიძლება იყოს ინაქტივირებული, ან შეიძლება იყოს მისი ცილის რომელიმე ნაწილი. ეს აგენტი შედის ორგანიზმში, აცრის შედეგად ბავშვის ორგანიზმში, აფრთხილებს იმუნურ სისტემას, იმუნური სისტემა იმახსოვრებს ამ აგენტს და თუ მოხდება შესაბამისად ის მიკროორგანიზმი, რომლის აგენტიც ერთი კონკრეტული დაავადება, რომელზეც ჩაუტარდა აცრა ბავშვს, ის მიკროორგანიზმი თუ აღმოჩნდება ორგანიზმში, ამოიცნობს მას ფაქტიურად, გაანადგურებს. ბოლო პერიოდში დადასტურდა ის ფაქტიც, რომ თუ დიდი რაოდენობით ხდება მიკროორგანიზმების შესვლა აცრილ ორგანიზმში, შეიძლება მოხდეს მსუბუქად დასნებოვნება, ან შეიძლება თუ აცრის შემდგომ იმუნიტეტი კარგად გამომუშავდა, ანტისხეული ჩამოყალიბებულია, ეს დამოკიდებულია ბავშვის კვებაზეც, გენეტიკაზეც, აქვს გვერდითი დაავადებები თუ არა აქვს ამის მიხედვით, თუ სრულყოფილი იმუნიტეტია და უჯრედში შეაღწია გამომწვევმა, იმ უჯრედსაც ამოიცნობს და სანამ ეს გამომწვევი გამრავლდება, მანამდე აკეთებს მის განადგურებას. ანუ უკვე საუკუნეების განმავლობაში
განმავლობაში ძირითადი მოქმედების მექანიზმი არ შეცვლა, უბრალოდ შეცვალა ინაქტივაციის ტექნოლოგიები, თუ არ ჩავთვლით ბოლო პერიოდში ბიოტექნოლოგიურად მატრიცულ RNA-ს დაფუძნებულ ვაქცინებს, რომელიც COVID-ის პერიოდში ვიცით რომ გამოიყენებოდა აქტიურად, თუმცა იმ პერიოდშიც გამოიყენებოდა ტრადიციული ვაქცინები, ვიცით რომ ეს მექანიზმი, ეს ტექნოლოგია არ შეიცვლება და საუკუნეების განმავლობაში დაადასტურა მისი ეფექტურობა ბუნებასთან და მიკროსამყაროსთან ბრძოლის ეს მეთოდი არის შეუცვლელი და ალბათ წლების განმავლობაში მხოლოდ გარკვეულწილად ტექნოლოგიები შეიცვლება. დაიხვეწა და თუ ადრე დასაწყისში ერთი რომელიმე კონკრეტული დაავადების საწინააღმდეგოდ კეთდებოდა აცრა ერთჯერადად ამ ბოლო პერიოდებში შემოვიდა 6 კომპონენტიანი აცრები, ანუ რამდენიმე ინფექციური დაავადების საწინააღმდეგოდ შექმნილი ერთ ვაქცინაში ეს იმუნიზაცია იცავს ამ რამდენიმე ვთქვათ 6 დაავადებებისგან და არ წარმოადგენს პრობლემას. ესეც ალბათ იმისთვის რომ ხშირ შემთხვევაში კალენდარით გათვალისწინებულ გრაფიკს მშობლებისთები ან გარკვეული მიზეზების გამო და ეს იწვევს დამატებით დატვირთვას ბავშვის ორგანიზმზე და სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად ალბათ ეს ჰიბრიდული მრავალკომპონენტიანი ვაქცინები მოქმედებს. აი რა საკიდან უნდა დაიწყოს ქალბატონიგარ ვაქცინაცია? რა არის მნიშვნელოვანი და რომელი ვაქცინები არის აუცილებელი? ვაქცინაცია ანუ აცრა, ვაქცინის შეყვანა ორგანიზმში იწყება დაბადებისთანავე. დაბადებიდან პირველ დღეს, პირველ საათში კეთდება B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სამშობიაროში. 48 საათის განმავლობაში ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია BCG. არის ზოგიერთი ვაქცინები, რომლებიც მხოლოდ ასაკობრივ ზღვარში ჯდება, აი თუნდაც ავიღოთ BCG. BCG უნდა გაკეთდეს წლამდე და ის გარკვეულწილად ეხმარება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო იმუნიტეტის გამომუშავებაში. წლის შემდეგ უფრო ნაკლებ ეფექტურია. აი ესე შემდეგ 2 თვის ასაკში იწყება იმუნიზაცია 6 კომპონენტიანი დიფტერია ფაქტიურად ადრე იყო მხოლოდ დიფტერია ტეტანუსი, მერე გამრავლდა დიფტერია ტეტანუსი ყივანახველა და ბოლო პერიოდში უკვე გამოყენებულია 6 კომპონენტიანი ვაქცინა 2 თვის ასაკში, პარალელურად კეთდება პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინა და როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ჩხვლეტით არა დასალევად მიიღება და ძალიან კარგად ამ ჩატარებული აი ამ იმუნიზაციის სქემით ძალიან კარგი შედეგებია ფაქტიურად როტავირუსული ინფექციები ჩვენ არ გვხვდება ბოლო პერიოდში. თუმცა მიუხედავად ამისა, ამაზე ცოტა მოგვიანებითაც ვისაუბრებთ, მაინც გვაქვს ჩავარდნები, მაინც გვაქვს პრობლემები ვაქცინაციასთან დაკავშირებით, არასწორი შეხედულებები, რომელიც ხელს უშლის და ხშირ შემთხვევაში თუ დაბადების სახდება ის საწყის ეტაპზე ვაქცინაცია შემდგომ როდესაც მშობლის სურვილზეა დამოკიდებული, ისინი უარს ამბობენ ამ პროცესზე და მსგავსი პრობლემები ვიცით რომ არსებობს. აი, მაგრამ მათთვის ვინც არ აპირებს აი ვაქცინაციის ჩაგდებას, როგორ უნდა მოამზადოს ბავშვი ვაქცინაციის პროცესისთვის და რა არის აუცილებელი? საერთოდ ვაქცინაციის პროცესისთვის მომზადება როგორც ასეთი არ საჭიროებს მომზადებას ბავშვი. ნებისმიერი ჯანმრთელი ახალშობილი 2 თვის ასაკში მიმართავს ოჯახის ექიმს, აცრამდე აუცილებლად უნდა იქნეს პაციენტი ნახული. ოჯახის ექიმი ან პედიატრი გასინჯავს, თუ იქ არ არის რაიმე სერიოზული პრობლემები, ამ შემთხვევაში შეიძლება თავისუფლად ჩატარდეს იმუნიზაცია, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ბევრ ქვეყანაში სანამ იმუნიზაცია ჩაუტარდება ბავშვს, მანამდე კეთდება ნევროლოგის კონსულტაცია, რომ ოჯახის ექიმი უფრო დარწმუნებულია, რომ ბავშვს პრობლემები არ აქვს. ეს მიდგომა ცოტა შეიცვალა. შეიძლება ჩაუტარდეს ორთოპედის კონსულტაცია, რომელიც არ არის იმუნიზაციასთან კავშირში, მაგრამ ასაკობრივად საჭიროებს ბავშვი ნახვას. სასურველია, აი, როდესაც ვიზიტზე მოდის აცრას, ამ ბოლო პერიოდის ამ პანდემიის პერიოდის ან გარკვეულწილად ეპიდემიების ზამთრის პერიოდში არ არის სასურველი, რომ მრავალჯერ მქონდეს ვიზიტი ბავშვს პოლიკლინიკაში, ამიტომ ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ნევროლოგი ნახავს, ნეიროსონოსკოპია გაკეთდება, მეჯბარძაღის ულტრასონოგრაფია გაკეთდება, ორთოპედი ნახავს, გასინჯავს ოჯახის ექიმი ან პედიატრი და გაუშვებს. ანუ მისი მიზანი არა უშუალოდ ვაქცინაციის, არამედ ზოგადად ამ ასაკთან დაკავშირებული დაავადებების სკრინინგია და ერთდროულად რაღაც კომბინირებული ხდება ბავშვის განვითარებაზე მეთვალყურეობა გეგმიური, დიახ. და ალბათ ყველაზე ხშირად მაინც
შემაფერხებელი ფაქტორი, რაც იწვევს მშობლების განსაკუთრებულ რეაქციას ალბათ ბევრ კითხვასაც გვერდითი მოვლენები. ვიცით რომ ეს არის ხშირ შემთხვევაში აქტიური პროცესი და ყველა ვაქცინას შეიძლება გქონდეს გვერდითი მოვლენება. ზოგადად რა ტიპის გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს და რა შეიცვალა ბოლო პერიოდის განმავლობაში, თუნდაც ტექნოლოგიურად, ვაქცინების დამუშავების კუთხით, იმისათვის რომ მაქსიმალურად შემცირდეს ეს გვერდითი მოვლენები და გაიზარდოს მისი ეფექტურობა. ამ თემაზე ლაპარაკი უკვე ძალიან დიდი ხანია სამედიცინო სფეროშიც და ჩვეულებრივ მოსახლეობაშიც მიმდინარეობს, ეგრეთ წოდებული იშგამი, ინექციის შემდგომი გართულება, რაც შეიძლება იყოს. ძირითადად არის ადგილობრივი, ეს არის შეწითლება, მტკივნეულობა, შეიძლება იყოს ტემპერატურა 48 საათის განმავლობაში. როდესაც ტემპერატურა აქვს ბავშვს, წუხს, ჭირვეულობს, აი ესეთ შემთხვევაში შეიძლება ტკივილის გაყუჩების მიზნით დედამ მას მისცეს პარაცეტამოლის რომელიმე სახეობა, ან სანთელი, ან სიროპი, შეიძლება იბუპროფენიც გამოვიყენოთ, მაგრამ თუ 48 საათზე მეტხანს ექნება ცხელება 38 გრადუსზე მეტი, თუ იქნება კრუნჩხვა ან გენერალიზებული ალერგია, ამ შემთხვევაში უკვე აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ამ პაციენტს და შემდგომი იმუნიზაცია გადაწყდეს კონსილიუმით ან ვთქვათ ალერგოლოგის კონსულტაციის ან სხვა სპეციალისტების ჩართულობით. ანუ ამ შემთხვევაში უკვე აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია. ეხლა ვისაუბროთ საკითხზე, რომელიც შე შემთხვევაში შეკითხვას აჩენს, ანუ გვერდითი მოვლენებთან ერთად ყოველთვის შეიძლება შეკითხვა, როგორი შეიძლება იყოს ვაქცინა. დღეს რა ეტაპებს გადის ვაქცინა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გამოიყენება მსოფლიოს მასშტაბით. ანუ რა ეტაპებს გადის იმისათვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ეფექტურობა და რა პერიოდს მოიცავს. ეხლა თუ არ ჩავთვლით ისეთ ვაქცინებს, რომელიც ყოველწლიურად იცვლება და მოითხოვს მუდმივად განახლებას. ესე იგი, ვაქცინაცია ფაქტიურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემოწმებული, სერტიფიცირებული ვაქცინით ტარდება. სხვანაირი ვაქცინა ჩვენთან ჩვენს ქვეყანაში ეროვნული კალენდარის გათვალისწინებით არ გქონია შემთხვევა. ამ მსოფლიოს მასშტაბით ხდება კოორდინირებულად მუშაობა. დიახ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ჩვენ გვაქვს ევროპული ვაქცინები, ევროპული სტანდარტების, ფრანგული, ბელგიური ან ბულგარული ვაქცინა, რომლებსაც ფაქტიურად ყველა ეტაპი შემოწმების გავლილი აქვს და გამოიყენება მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში. ქვეყანას კითხულობენ ხოლმე მშობლები და ეს უნდა დავაზუსტოთ მაინც რომ არ აქვს მნიშვნელობა წარმოება ბუნებრივია ხა რაღაც მომენტში როდესაც წამყვანი ევროპული ქვეყნების მიერ წარმოებულ ვაქცინებზეა საუბარი აქ სხვა მიდგომაა, თუმცა ეს პროცესი არის კოორდინირებული, ეს შეუძლებელია გავიდეს მსოფლიოში იმ სტანდარტებით, რომ რაღაც ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას და ეს მომენტი რაღაც მომენტში გარკვეულწილად არის განსათვალისწინებელი და საინტერესო მშობლების მოსაზრებაა. ეს უფრო მშობლების მოსაზრებაა, ჩვენი ექიმების არა, იმიტომ რომ შეუძლებელია ვაქცინა შემოვიდეს ქვეყანაში, სახელმწიფომ შემოიტანოს და ის იყოს მისი მომავალი თაობის მტერი. ანუ შემოიტანოს ან უხარისხო ვაქცინა, ან შეუმოწმებელი ვაქცინა. თუ პარალელური იმპორტით ვინმე, ან კერძო პიროვნება, კერძო აფთიაქი შემოიტანს, მე ვეუბნები ხოლმე მშობლებს, მობრძანდით ჩვენს ვაქცინებს გაჩვენებთ, მე ჩვენს ვაქცინას გავაკეთებ. იმიტომ რომ თქვენ რო ვაქცინა მოიტანეთ, მე არ ვიცი ის ვაქცინა ვისი წარმოებულია, კონტროლის რა ეტაპები გაიარა, რას შეიცავს, როგორ არის დამზადებული, ვის მიერ არის სერტიფიცირებული. ეს ყველაფერი თუ მას ახლავს, იმ შემთხვევაში შეიძლება ნებართვა ანუ არჩევანი აქვს ხო მშობელს ვთქვათ ამ შემთხვევაში და ძალიან მწირი არჩევანია სხვათა შორის, იმიტომ რომ ფაქტიურად აფთიაქებს არ უღირთ ამ ვაქცინების შემოტანა. შემოაქვთ ახლა რამდენიმე აფთიაქს საქართველოში, მენინგოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინა, ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ჩვენს ეროვნულ კალენდარში არ არის შეტანილი როგორც აუცილებელი იმუნიზაციის გეგმაში. მოდი იმუნიზაციის გეგმასაც შევეხოთ. ანუ რა ეტაპამდე გრძელდება და რა შემთხვევაში არის აუცილებელი განმეორებითი ვაქცინები? ჩვენს ქვეყანაში პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი, რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს, ეს არის ჩამოყალიბებული დახვეწილი მსოფლიო დონის კალენდარი, სადაც შეტანილი არის ყველა მართვადი ინფექცია. სამშობეროდან ბ ჰეპატიტი, ტუბერკულოზი, დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, რომელმაც 2 წლის წინ ძალიან რთული შედეგები მოგვცა ჩვენ საქართველოში,
ასევე ჰემოფილუს ინფლუენსა, პნევმოკოკი, როტავირუსული ინფექცია, წითელა წითურა ყბაყურა და ბოლო პერიოდში კალენდარში შემოვიდა გოგონებსა და ვაჟებში 9 წლიდან 12 წლამდე პაპილომავირუსის ვაქცინა. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე. დიახ. თორე რეალურად იცავს ძალიან სერიოზული ონკოლოგიური პრობლემები. შაშვილოსნოს ყელის კიბო და ქალური ორგანოების სიმსივნეები პაპილომავირუსით აცრების შემდეგ ლიკვიდირებულია. თუმცა ძალიან რთულია ხშირად იმის დამტკიცება, რომ აუცილებელია ბიჭების ვაქცინაციაც, იმიტომ რომ რეალურად ამ შემთხვევაში შეიძლება საერთოდ მამაკაცზე პაპილომავირუსის მოქმედება გაცილებით სუსტია, მაგრამ ის შეიძლება იყოს გადამცემი და იყოს ზიანის მომტანი ამ შემთხვევაში გალისთვის. მაგრამ მშობელს, როდესაც აუხსნით, რა არის რისკი ზიანის და რა არის სარგებელი. როგორც კი აუხსნით, ყველა მშობელი ფაქტიურად თანხმდება და ვისთანაც შეხება გქონია და შემდეგ იკეთებენ ამ აცრას. და რა ხდება იმ შემთხვევაში, აი ხა თქვენ ახსენეთ შემთხვევები, ხო? პერიოდულად ამა თუ იმ ინფექციას ახასიათებს გარკვეულწილად თავის შეხსენება. ჩვენ არ მივანიჭოთ ამას რაღაც ეპიდემიის კვალიფიკაცია, იმიტომ რომ ისეც თუ ასეც რაღაც მომენტში მასობრივი იმუნიტეტით ხდება მოცვა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში აი ესა თუ ის ინფექცია თავს გვახსენებს. ეს ალბათ იმას უკავშირდება, რომ მშობლებს ან ავიწყდებათ, ან არ თვლიან საჭიროდ განსაკუთრებით განმეორებით ვაქცინაციაზეა საუბარი. ამ შემთხვევაში რა ტიპის ვაქცინები მოითხოვს აუცილებლად განმეორებით ვაქცინაციას და მყარ იმუნიტეტს და რა ტიპის ვაქცინები მხოლოდ ერთჯერადად კეთდება და საკმარისია მთელი ცხოვრების განმავლობაში. მე ცოტა ღრმად ვიტყვი თუ შეიძლება და გეტყვით წითელას ვაქცინაციაზე და წითელას ეპიდემიებზე. 1991-94 წლებში იმუნიზაციის პრობლემა იყო საქართველოში გარკვეულწილად და ძალიან აი ამ თაობის ადამიანები შეიძლება დარჩა აუცრელი. ამიტომ 2004-2005 წელში 13-14 წლის ასაკში ჩატარდა ფაქტიურად წითელას იმუნიზაცია, თუმცა მაინც იყო ეპიდემიური აფეთქებები. განსაკუთრებულად ხაზი მინდა გაუსვა პანდემიის შემდეგ პერიოდში 2022 წელს იყო 12 შემთხვევა საქართველოში წითელას, 2023 წელს იყო 26 შემთხვევა, 2024 წელს 336 და 2025 წლის 4 თვეში აპრილის ჩათვლით იყო 142 შემთხვევა წითელას. რატო წითელას გაუსვი ხაზი? წითელას ვირუსით ინფიცირებული ბავშვები მხოლოდ ინფექციურ სტაციონარში მკურნალობენ. ერთ პაციენტს შეუძლია 16-18 ბავშვის დასნება უნება და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თუ ოჯახში არის ორსული ქალბატონი, მისთვის განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რომ წითელად ინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონდეს, ვინაიდან ძალიან რთულად გადააქვთ და შეიძლება წითელას გადატანის შემდეგ არ იყოს რაიმე სიმპტომატიკა იმ მომენტში, მაგრამ გადაიტანოს ენცეფალიტი, ან დატოვოს სიბრმავე, ან სიყრუე, აი ამას განსაკუთრებულად უნდა ხაზი გაესვას და ამიტომ მე მოსახლეობას ყოველთვის მოუწოდებ, რომ აი რა კეთდება აი ესეთი ჩავთვალოთ, რომ ამ შემთხვევაში საუბარია საკმაოდ მაღალ ციფრებზე. რა დაკეთდება ამისთვის, რომ ეს აღმოიფხვრას და უკავშირდება თუ არა ეს ჩავარდნას სწორედ აი ამ გარკვეულწილად ჩავარდნასაც უკავშირდება, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში უნდა იყოს წითელას მოცვა 95%, რომ არ გქონდეს ასეთი აფეთქებების საშიშროება. ბოლო პერიოდში 91%-ია მხოლოდ მონაცემებით, ამიტომ ეს საშიშროება გვაქვს. თუკი აი ახლა იყო მაგალითად რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში, ნებისმიერი ამბულატორიული პოლიკლინიკური სამსახური გაძლიერებულად კონტროლით აკეთებს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციას. უტარდებათ განსაკუთრებულად და აი თუ გამორჩენილი აქვს ბავშვს 1 წლის ასაკში გაკეთდა წითელა და არის შემთხვევები, მოდის 6-7 წლის პაციენტი, რომელსაც არ აქვს წითელას იმუნიზაცია ჩატარებული. ჩვეულებრივად ვაკეთებთ პირიქით, დაჩქარებულად უნდა გავუკეთოთ. ანუ ამ შემთხვევაში გადადება თუნდაც წლების განმავლობაში არ ითვლება დაკარგულად, არასდროს არ არის გვიანი და მე კი არ ვურჩევ, არამედ მოუწოდებ მშობლებს, თუ ასეთი ბავშვები ყავთ, მოიყვანონ და სასწრაფოდ გაუკეთონ ვაქცინაცია.
და რომელი ტიპის ვაქცინები შეიძლება განმეორებითი, რომელიც რაღაც პერიოდის შემდეგ დამატებას მოითხოვს. იმიტომ რომ ვიცით რომ რაღაც ტიპის ვაქცინები ერთჯერადად საკმარისია და პრაქტიკულად მთელი ცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებს იმუნიტეტს, მაგრამ რაღაც ტიპის ვაქცინებს აუცილებლად განმეორებით და აი აქაა სწორედ ყველაზე დიდი პრობლემა ხშირ შემთხვევაში განმეორებით ავიწყდება შოუ. დიახ, აი დიფტერია, ტეტანუსის ვაქცინა. წლამდე 3 ინექცია, წლინახევრის ასაკში, 5 წლის ასაკში დიფტერია, ტეტანუსი და 14 წლის ასაკში უკვე ტეტანუსი, დიფტერია. ანუ 14 წლის ვაქცინაში ტეტანუსის რაოდენობა უფრო მეტია ვიდრე დიფტერიის და სასურველია 14 წლის შემდეგ ყოველ 10 წელში ერთხელ ტეტანუსი, დიფტერიის ვაქცინაცია ჩაუტარდეს ნებისმიერს, თუნდაც თქვენც. კი ბატონო. იმიტომ რომ ვიცით რომ ჩვენ ტეტანუსის გამოწვევა შეიძლება ნებისმიერი ჩვეულებრივი ცხოვრებისეულ სიტუაციაში ჩვენ მოგზაურობთ სხვადასხვა ქვეყანაში და შეიძლება იქიდან დიფტერიის საშიშროება შემოგვიტანოთ. ვერ გავიხსენებ როდის გავაკეთებულოს ვაქცინაცია, მაგრამ აუცილებლად მოგმართავთ და ზოგადად აი განსხვავებას რო გავაკეთოთ სავალდებულო და რეკომენდირებულ ვაქცინებს შორის, აი ამ შემთხვევაში როგორია სიტუაცია, რა არის სავალდებულო და აუცილებელი? და რაც რა მოითხოვს დამატებით რეკომენდაცია. ის რაც ეროვნულ კალენდარშია აუცილებელი და სავალდებულოა, მაგრამ მის გარდა, ამ ვაქცინების გარდა, ჩვენს ქვეყანაში სეზონურად ტარდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც 4 კომპონენტიანი ვაქცინა გვაქვს, კარგი შედეგები აქვს ამ აცრების შემდეგ, ნაკლებია გართულება. აი თუ მიმდინარე წლის სტატისტიკას გადავხედავთ, ის ვისაც გრიპი გაურთულდა პნევმონიით, სტატისტიკურად რო გადახედეს სპეციალისტებმა, აღმოჩნდა, რომ არც ერთ არ ჰქონდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩატარებული. ვისაც ჩაუტარდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, შედარებით იოლად გადაიტანა, გართულება ნაკლები იყო. ეს კიდევ ერთხელ აღნიშნავს ფაქტს, რომ შეიძლება ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირება მოხდეს. ვაქცინაცია 100%-ით დაცვა არ არის, მაგრამ გადატანილი და გართულებების ალბათობა არის მინიმუმი. და ალბათ ხშირად ჩნდება შეკითხვა, როგორაა სიტუაცია, როდესაც ბავშვს რაღაც ალერგიული პროცესი აქვს, ან რაღაც ქრონიკული დაავადება აქვს, ანუ ამ შემთხვევაში ვაქცინაციის შეთავსება როგორ ხდება? ეს კითხვები ძალიან ხშირად ისმის. ზოგჯერ კოლეგებთანაც გვიხდება ამ თემაზე საუბარი, კამათი, იმიტომ რომ არის ჭეშმარიტი უკუჩვენება და ცრუ უკუჩვენება. ჭეშმარიტი უკუჩვენება, აი თუ თქვათ დედას აქვს შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი და საფიქრებელია რომ ბავშვსაც ექნება, იმ შემთხვევაში BCG-ის იმუნიზაცია კითხვითი ნიშნის ქვეშ ისმება, მაგრამ აი როდესაც 1 წლამდე ან 14 წლამდე ტარდება იმუნიზაცია, ძალიან ხშირად ითვლება უკუჩვენებად, ექიმო სურდო აქვს, ვერ ავცრი, ექიმო ანგინა ჰქონდა, ვერ ავცრი. აი ეს ყველაფერი ან ალერგია, ეს არის ცრუ უკუჩვენება. არ არის გამართლებული, არ გაკეთდეს იმუნიზაცია ასეთ შემთხვევებში. იმუნიზაციის უკუჩვენება ის კი არა, როდესაც არის ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ან თქვათ კრუნჩხვები, რომელიც კონტროლირებადია მედიკამენტებით, ასეთ შემთხვევაში უფრო უნდა გაკეთდეს მართვადი ინფექციებისგან დაცვის მიზნით ვაქცინაცია, აცრა უნდა გაუკეთდეს, რომ დაცული იყოს ეს პიროვნება, რომელსაც აქვს პრობლემა. ალერგიის შემთხვევაში, ალერგია თუ იქ არის გენერალიზებული ფორმა, არის ბრონქული ასთმა, ალერგოლოგის კონსულტაციის შემდეგ შეიძლება აიცრას შესაბამისად. ანუ ამ შემთხვევაში ეს ცრუ აღნიშნოთ უკუჩვენებები არ არის მინიშნება, რომ არ გაკეთდეს ვაქცინაცია. და მაინც აი როგორ შეაფასებთ სიტუაციას ბოლო ათეულობით წლის განმავლობაში რა შეცვალა ვაქცინაციამ? ძალიან დიდი პრაქტიკა აქვს, ძალიან ბევრმა ბავშვმა გაიარა ჩვენს რეგიონში თქვენთან კონსულტაცია, ვაქცინაცია და ასე შემდეგ. ანუ რა შეცვალა ამ ყველაფერმა და როგორ შეაფასებთ დინამიკას? ჩვენთან ჩვენს ქვეყანაში იყო პერიოდები, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, როდესაც ჰქონდა გარკვეული წილი წვეტილობა. თუმცა აი ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მე ვფიქრობ, ბოლო 10 წლებში ძალიან ბევრი ბავშვი გადარჩა სიკვდილს, ძალიან ბევრი ბავშვი გადაურჩა დაინვალიდებას, მართვადი ინფექციები ფაქტიურად აცილებულია თავიდან. მოუწოდებ ყველა მშობელს ჩაუტაროს პროფილაქტიკური აცრები ასაკის შესაბამისად.
იმ დათქმულ ვადებში, ვინაიდან ამ პერიოდში, აი იმ ვადებში, გართულება უფრო ნაკლებ მოსალოდნელია და იმუნიტეტი უფრო კარგად გამომუშავდება. განსაკუთრებით პირველ 6 თვეზე ირაკლი. ვინაიდან პირველ 6 თვეზე დედის ანტისხეულები ბავშვს იცავს ფაქტიურად სხვა ვირუსებისგან 200-მდე სხვადასხვა სახის. აი ზუსტად აი სადაც მივედით. ყველაზე კარგი იმუნიზაცია და ყველაზე კარგი ანტისხეული ეს არის დედის სამშობლოში ხსენი პირველი იმუნიზაცია და შემდეგ, როდესაც დედა კვებავს ბავშვს, მიაწოდებს მზა ანტისხეულს და აი ამ პერიოდში ჩატარებული ეს ვაქცინაცია 6 კომპონენტიანი პნეუმოკოკი თუ როტავირუსული კარგ იმუნიტეტს დაუტოვებს ბავშვს და გართულებაც უფრო ნაკლებია. და კიდევ ბუნებრივ კვებაზე დავამატოთ ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში მშობლებს უჩნდებათ კითხვა, არაერთხელ მომგზადებიათ ამ თემაზე, ჩვენც გვისაუბრია, უჩნდებათ კითხვა, რომ ის რა ძალიან გვია უკვე რაღაც არ ჭირდება და რატომ უნდა ვაჭამოთ, უნდა ვყავდეს ბუნებრივ კვებაზე. ხშირ შემთხვევაში 1 წლის შემდეგ, 2 წლის შემდეგაც აგრძელებენ და თხოვენ მშობლებს, მაგრამ კვებითი ღირებულება დაკარგული აქვს, თუმცა დედის რძეს ბუნებრივი იმუნური დაცვის მექანიზმები შენარჩუნებული აქვს და პრაქტიკულად ვაქცინაციის ტოლფას შეიძლება იყოს, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ვაქცინაცია განსაკუთრებით 1 წლამდე ასაკის პერიოდში და რაც უფრო დიდხანს შეუნარჩუნებენ, მით უკეთესი იქნება ბავშვის იმუნიტეტისთვის, განვითარებისთვის და ძალიან ბევრი დაავადების პრევენციისთვის, იმიტომ რომ რეალურად ვიცით, რომ ბავშვის გონებრივი განვითარება სულ უფრო მეტი კვლევები იდება ამ თემაზე, რომ ძალიან ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული ბუნებრივი კვება. თუნდაც მას რძეს არ კონდეს ბუნებრივი კვებითი ღირებულება. ის ბევრ რაღაცისგან იცავს. და ბოლოს, რას ურჩევდით მშობლებს, რომლებიც მაინც გარკვეულწილად ყოფმანობენ, არ იცავენ გრაფიკს და გარკვეულწილად ეჭვის თვალით უყურებენ ვაქცინაციას. პირველ რიგში მე ურჩევდი იმ მშობლებს, რომლებიც თავიანთი შვილების ჯანმრთელობისთვის სახელმწიფოს მიერ გაღებულ საკმაოდ ძვირადღირებულ ვაქცინებზე როცა უარს აცხადებენ, მე ვურჩევ, რომ არ იყვნენ დამნაშავეები მათი შვილების წინაშე და კიდევ თუ მათი შვილი დაავადდება, მათ მოსაზრება აქვს ბუნებრივი იმუნიტეტი უკეთესია, ვიდრე ვთქვათ შეძენილი ვაქცინის შემდგომი, მაგრამ თუ მათი შვილი დაავადდება, მათ შვილს შეუძლია 16 ადამიანის დაინფიცირება 16 პაციენტის, რომელთა შორის შეიძლება იყოს ისეთი პაციენტი, რომელსაც აქვს გარკვეული წილი დაავადებები და ჩვენ მას ვერ ვუკეთებთ ვაქცინას, ვერ ვატარებთ იმუნიზაციას. ეს არის პასუხისმგებლობა არა საკუთარი შვილის, არამედ სხვების ყველას წინაშე და ქვეყნის და საზოგადოების წინაშე. იმიტომ რომ ქვეყანას ჭირდება ჯანმრთელი თაობა. ჯანმრთელი თაობა, რომელსაც ექნება შრომის უნარიანი და არ იქნება ჯანმრთელობის პრობლემები ჩვენს ქვეყანაში მასიურად. აი თუნდაც ეხლა წითელაზე რო ვსაუბრობდით 142 ბავშვის ავადობა 4 თვეში საკმაოდ დიდი ციფრია და ამიტომ 95 და გვაქვს 81. აი ეს დარჩენილი პროცენტები არის სწორედ იმ მშობლების გარკვეულწილად დამსახურება, რომლებმაც როდესაც ან დაივიწყეს ან გარკვეული არასწორი შეხედულებების გამო უარი თქვეს და ამით საფრთხე მიაყენეს სხვების ჯანმრთელობას. არასოდეს არ არის გვიანი ვაქცინის ჩატარება, მე მოუწოდებ გათვალონ რისკი და სარგებელი და ყველა ბავშვს ჩაუტარდეს იმუნიზაცია. დიდი მადლობა ქალბატონი ნიგარ. მადლობა ირაკლი. საინტერესო პასუხებისთვის, რჩევებისთვის და იმედია მშობლები გაითვალისწინებენ, იმიტომ რომ საქმე ეხება ძალიან მძიმე დაავადებებში შემთხვევაში, რომელიც დაიცავს მათ შვილებს და გარშემოყოფებს. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. შეგახსენებთ იმპულსის შეკითხვის პედიატრი ნიგარი ჭელიძე პასუხობდა. ამით კი ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახავდა. მომავალ შეხვედრამდე.